ვაუ, პირველ რიგში გილოცავ დაბადების დღეს დიდი მადლობა რომ ხართ და აი თუ შეიძლება ადამიანმა როგორ უნდა მოიქცეს დაბადების დღეზე, უნდა გაიხარდეს თუ არა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ცოტა ისეთი არის, აი ადამიანი ყოველ დაბადების დღის შემდგომ უახლოვდება გარდაცვალებას. რატომ უნდა გვიხაროდეს ეს? ფიზიკური დაბადების დროს პირველ რიგში ვეუბნებით მადლობას ღმერთს, იმიტომ არიან ოჯახები და შვილი არ აყავთ. და მადლობას ვეუბნებით ღმერთს და მშობლებს ფიზიკური დაბადებისათვის. არა კიდე სულიერი დაბადება ქვია, როცა ვინახები და არა კიდე გარდაცვალება, რომელიც იქნება სამუდამო დაბადების დღე. და წმინდა მამები გვარიგებენ, რომ ეს სამუდამო დაბადების დღე გარდაცვალება. გვახსოვდეს ყოველდღე ახლა რაც ხდება ქვეყანას, ხო ხედავთ, რომ წამში შეიძლება ბავშვებიც დიდები კი არა, ბავშვები მიყავს ღმერთსა. და ამიტომ ეს მაგრამ ახლა ზოგი კიდე პირიქით ის ამას რომ ვამბობ, გავიგე რომ ზოგიერთები ფიქრობენ რომ მაშინ ჩამოსვამ და გავერთობიო. მაგრამ ეს ხაბარი კი არა 64 ჯუჯუხეთი. ესე იგი ეს რა ქვია, ისეთ გამინდა რომ 64 და ჯუჯუხეთი ეს ხაბარი რო იყოს, მაშინ ღმერთი არ ეწამებოდა ჩვენს. შენ თუ ქრისტიანი ხარ და თამით უმეტეს მოწმე თუ ხარ, რა გიხარია რადგომის დროს, რომ გაიყო 64-ის კარები, ყველასთვის და მათ შორის შენთვის. და ამიტომ სანამ ცოცხალი ხარ, ეს რატომ უნდა გასვდეს გარდაცვალების დღე? იმიტომ რომ თუ ქრისტიანი ხარ, იგი ვერაფერს ვერ წაიღებ, ვერ პატივს, ვერ დიდებას, ვერ სახელს. წაიღებ მარტო შენი სულით გუმარება და სულით გუმარება კიდე რა არის? შენი აზრები და ფიქრები არის სულით გუმარება, ზოგი ტირის, სულს, აი უნდა რომ გაახაროს ღმერთი, მაგრამ ამარცხებს განკითხვა, ამარცხებს ზოგს რუთობა, ზოგს ბრუშობა, ზოგს ნარკოტიკი, მაგრამ დაეცემი ადექი, დაეცემ სანამ ცოცხალი ხარ, იმედი არ გადაიცურო. ღმერთი ხედავს შენ მონდომებას, ღმერთი ხედავს შენ ჯვარსმას, რატომ ამათქვამი რომ ვიწრო გზა არის ქრისტიანობა, ვიწრო გზა რას ქვია? ტაშმანდური და ცეკვა ცოდვა კი არ არის, მაგრამ ხშირად ტაშმანდურს და გართობას მოყვება ცოდვა. და ეს არ იმრუშო, არ განიკითხო, ესე იგი შური არ იზიო, მტერი გიყვარდეს, ეს არ არის ადვილი. ამიტომ იკითხე, წმინდანების ცხოვრება და იქ დაინახავ, რომ რა უნდა გააკეთო, წმინდათა დარიგება რა უნდა გააკეთო. თუ ვინმე გძოს, უნდა ილოცო მისთვის ამ სიძულვილი არ გავა, ამიტომ თუ ისე გარდაიცვები სიძულვილით. მამოიჩინო ყოლამიცი დახა. მაპატიე როგორც პაპატიე. ღმერთს ხოვეთ სიყვარულის ეჭი და თუ არა გაგეს და თუ შეყობილი ხარ სიძულვილით, ბողმით, ცუდი გინდა პიროვნებისადმი ან ვერისადმი წყეული, იცოდე რომ თუ ასე გარდაიცვები, სასופრეში ვერ მოხდები. უნდა ეთქო ღვთისგან გილასაღმოს სიყვარულის ნეჭი და ჩვენ ერთმანეთ ქრისტიანები თუ ვართ, ხშირად ვამბობ, რამიტომ უყვარები გიყვარდეს, ტერიც გიყვარდეს, მაგრამ ჩემში ზღამდენი ვარ, მაგრამ ხანდახან შემოდის განკითხვა. და ამიტომ რას ვაკეთებ? ეს მეზობელი იქნება თუ ნასობი იქნება თუ ვინც ესე იგი შემოვა განკითხვა მისად. დავიწყებ მოსვას და ეს განკითხვა გამდაზე თქვენს გირჩევთ. თუ ერი გძულთ, თუ მეზობელი გძულთ ან ნათესავი ახლობელი თრობისა გამო, ილოცე სანამ არ გაგივლის ეს სიძულვილი და შური. ღმერთმა მოგცეს სიყვარულის ნიჭი. იკითხე, წმინდა მამები. ხშირად ვამბობ, ახლა მონასტერში ვარ, მიხაილ სუთაერზე ვარ. ხო დიდი განსხვავება ხარ. ჩემი მონასტრის არის შორის, რომელიც არის 1200 მეტრზე ზღვის დონიდან და თბილისის არის შორის. ფიზიკური ჯანმრთელობისათვის, ასევე სულიერი ჯანმრთელობა, როცა ვკითხულობ წმინდათა ცხოვრებას, როცა ვკითხულობ სახარების განმარტებას, როცა ვკითხულობ საბავშვო ბიბლიას და ხშირად ვამბობ, რომ არიან სექტანტები, რომელთა სეპირად იციან თავიანთი სწავლება და ამ დროს შენ ქართველი რო ხარ, ასოს ვერცემ იღოს მოწვევებს და რას ვერცემ, რომ იმად ისიჯერა, კაცი რო გდება, სულ გდება, ამიტომ რომ არ გაინტერესებს. არ გაინტერესებს თავარი და ამ დროს ამდენი წვერება ჭირდება ადამიანს, რომ მიაღწიოს მატერიალურში ეს პირადში. სპორტი იქნება, მასწავლებელი სწავლა იქნება თუ შრომა იქნება, რამდენი გლეხი იქნება, მუშა იქნება თუ თავრობა იქნება. რამდენი წვალება ჭირდება ადამიანს, რომ მიაღწიოს ეთერღეობას, რომ მიაღწიოს წარმატებას და სულზეც იფიქრე.
ეს მატერიალური წამში გაქრება. და ამის საშუალება ჯერჯერობით გვაქვს, რომ მივიღოთ სულიერი საზდო. მე თან მოგწეს სიყვარულის ნიჭი, შეგვეციოს ყაზანის ბიჟობის ხატი, რომლის სცენება და ხშირად ამბობ, არის სხვადასხვა ხატები, ვლადიმერის, პალიასტომის, ივერის, მაგრამ თვითშემელი არის ერთი და თვითშემელი ყველასთან არის. არა მარტო მართლმადიდებთან. ყველას მოქცევა უნდა, ამის მაგალითი ჩვენი პირველი მემერიანი ირანელი იყო და აბოთ ფირეთის ფამილი იყო არაბი. მე თან მოაქციოს ყველა. მე თან დაგლოცოთ. დიდი მადლობა. წარმატებები და მართლა კიდე ერთხელ გილოცავთ, აი ძალიან ბევრი ადამიანის სახელი დაბადების დღეს. წარმატებები. მადლობა რომ ხართ.